11 საათი 22 წუთი და 45 წამია დიმა რო აქ იყოს ასე დაიწყებოდა სალამი ფეხი არ მაქვს 36 ფეხი ზომი დაინტერესდა რატომღაც ჩემი ჯაჯვა მდილადრიან 38 გაკეთყობა იმის დროს გამეზარდა პანდემიის დროს კი ამბობენ რომ ორსულობის დროს ეზრდება თუ მაგრამ მე პანდემიის დროს გამეზარდა რატო კითხე იცი უნდა მაჩქორა მე გეტყვი ჯერთი საჩუქარი დამრჩა შენი და ძალიან მნანობ ხო მაგრამ არა უშავს და ჯინსის პერანგს რო შეგპირდი და ჩემი ის დავასხი სუნამო სუნამო შორის მაყურებელს მინდა უთხრა რომ მართლა საოცარი სურნელი აქვს და არომატი ყოველთვის ჯაჯოს და სულ მაინტერესებს რა გასკია და ის მუდმივად ბაძლევს მაგრამ ნუ მე ფოტო თუ მრჩება ჯაჯოქი ყოველთვის ხო მაგრამ კარგად ესე იგი უკვე მეოთხე კვირა აი რას ნიშნავს ადამიანის მიმართ განსაკუთრებული გრძნობა ესე იგი ეს 4 შაბათია მასხია ენჯელი და ნახე გეტყვი რატო ეხლა ხო ესე არა ვართ მაგრამ აი სადღაც მინდა რომ შენი განწყობა ამაღლდეს და მე ვისხავ ხოლმე ეხლა ხალხი ყოფილა არა და რატო ენჯელი ამასაც ხო აქვს ალბათ თავისი ისტორია და ახსნა ენჯელი არის ესეთი სუნამო რომელიც მე პირადად ძალიან მიყვარს არის მძაფრი აი როგორც ამბობენ და აღწერენ მას და საშინელი სუნია ყველას თავით კივდება მე წლების განმავლობაში ხმარობდი ამ სუნამოს და ერთხელ სამსახურში მაჩუქეს თანამშრომლებმა ფული შეკრიბეს და მომიტანეს ახალი სუნამო ვერ მივხვდი რატომ მაჩუქეს არც 8 მარტი იყო არც დედის დღე არც ჩემი დაბადების დღე თურმე მაჩუქეს ეს სუნამო იმიტომ რომ ის არასოდეს აღარ დამესხა და ეხლა ჯაჯომ მართლა ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აი მე ჯაჯო და როგორიც სუნამოება იმ პერიოდის გახსენება როცა გქონდა აი მეღაც რომენატრება ხოლმე რაღაც პერიოდი ჩემი ცხოვრების და იმ პერიოდში ვიყენებდი კონკრეტულ სუნამოს ვუბრუნდები ხოლმე და მახსენებს იმ პერიოდს იმ ადამიანებს რა დროსაც აი მას ვიყენებდი ხოლმე ფეხი ზომა რატო კითხე იცი პირველად ვნახე გუშინ დათბილული კედი რატო ნაყარულად მე რომ მცივანა ვარ იცის და ნახე ვეძებე შენი ზომა და არისო არა უშავს მაგისი ჩემთვის როგორ ლამაზია ესე იგი დავიწყე ლაპარაკი იმით რომ ჩემი ჯაჯო ყველაზე კეთილია და ბოროტი აღმოჩნდა საბოლოო რა არისო ამის ზომა და ამდენი და დათბილული კედი კი მართლა გეწმიანია ისეთი ამინდია ოხ ჯაჯო და საერთოდ ბოლო პერიოდია რომ მაღვიძა რა გუშინ ბედნიერად დავაყენე მაგალითად უნდა მდგარიყავი 9 საათზე კონკრეტულ ადგილას უნდა ყოფილიყავი და 9:30-ზე გავიღვიძებ და მოვასწრებ ყველაფერს და 9 საათი ყოფილი სახიდან გამოსასვლელად აი რაღაცა კიდევ კარგი მოხდა თორე აქ ვერ დავჯდებოდი დღეს ნამდვილად უცებ ვახელ თვალს და ვიყურები და არის 10:30 ანუ 9:30-ის ნაცვლად მომდომებია რომ 1 საათით მეტი ვძინებოდა და 10:30-ზე როგორ წამოფრინდი და როგორ მომემზადე და როგორ მოვედი აქ მე გიყვარს ძილი ხო? იმიტომ რომ ძალიან გვიან ვიძინებ 4 საათზე ხანდახან 5 საათზე მე მივხვდი რომ ძილი არ მიყვარს იმიტომ რომ დილით მიყვარს ჩემთვის დილა არის ყველაზე წმინდა დრო როდესაც ვარ მარტო ვფიქრობ ვლაგდები და ამის garaში არ შემიძლია, ამიტომ მე 9 საათი არასოდეს არ მყოფნის მოსამზადებლად 2 საათი მჭირდება ყველაზე მინიმუმ რომ დავლიო ყავა მშვიდად ჩუმად დავალაგო აზრები გავანი ავოტვინი ესე მარტივად რო თქვა და ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვეცნობი არა მხატვრულ ლიტერატურას, არამედ სამეცნიერო პრესას, ასტრონომიას ვსწავლობ, ასტროლოგიას, ნუმეროლოგიას, ძალიან მაინტერესებს ეს თემა. და მოკლედ აღმოჩნდა, რომ წელს ახლა, სულ რამდენი, ანუ ახლა ვართ ჩვენ დაბნელებების ხომასეა თერეფანში. გარდა ამისა, 6 პლანეტა ისე დადგა ცოტა ხნის წინ მწყობრში, როგორც ეს ძალიან დიდი ხანი არ მომხდარა. გარდა ამისა, ჩვენ თავიდან ბოლომდე გადავედით აბსოლუტურად სხვა
ერაში, ამიტომ საინტერესოა, რას გვეტყვიან ასტროლოგები, მართლა რა ხდება ჩვენს თავს. მე ვიცი, რომ საშიში არაფერია, ყველაფერი კარგისკენ მიდის სამყარო, იმიტომ რომ ევოლუცია ნიშნავს, რომ უნდა განვითარდეთ ჩვენც ადამიანები სამყაროსთან ერთად. მე მინდა დავპატიჟოთ ჩვენი სტუმარი ქეთი ოდიშელი ასტროლოგი, რომელიც ვიცი რომ ძალიან სწორად და კარგად აგვიხსნის თუ რა გარდატეხა ხდება ახლა ჩვენს სამყაროში. ჩვენს თავს. სალამი. მოგესალმებით. კი, გამარჯობა. გილოცავთ. გილოცავთ ახალ წელს ანუ. მეც გილოცავთ ახალი წელი, რამდენიმე დღის წინ ქონდა პრინციპში 2 დღის წინ. კი. და ეს შესაძლებელია ვიღაცამ არ იცის რომ ასტროლოგიული წერია, ვიღაცამ იცის რომ ბუნიაობა, იმიტომ რომ ისინი აღნიშნავენ ამ დღესასწაულს და ბევრი სხვადასხვა კულტურის ადამიანები ამ დღეს თავისებურად აღნიშნავენ. რა არის ასტროლოგიაში ახალი წელი, რატომ არის უფრო სწორედ? ასტროლოგიაში ზოგადად ნებისმიერი ახალი წელი, რომელიც გვაქვს, ასახავს ციკლურობას. 20 მარტიც ასახავს ერთგვარ ციკლურობას, როდესაც დედამიწაზე ბიორითმიც კი იცვლება, ხო? და ადამიანებს რა თქმა უნდა აისახება ადამიანებზეც, ესე პლანეტარულათაც, ზოგადად ენერგეტიკულათაც გვგრძნობთ ხოლმე აუცილებლად, მით უმეტეს წინადღეები გვაქვს ხოლმე ესეთი ნულოვანი დღეებია, ზოროასტრიზმში ცნობილი არის როგორც ესეთი გლოვის დღეები, ანუ გამოტირების ერთგვარი და ხდება განულება ერთგვარი, ანუ ენერგეტიკული გათავისუფლება, ხო? რამდენ ხანში სრულდება ხუთდღიანია? იმიტომ რომ ბოლო დღეებია, ღამე მეღვიძება და ყველაფერი ტრიალებს და ვიცი რომ ემზის დაბნელება და მთელი ამბებია და ნევროლოგთან ხო არ წახვიდოდი ვესტიბულარულ აპარატს ხო არა 4 დღე განსაკუთრებულად გრძნობდი ღამე ამ ამბავს და მარტო ჩემგან არა ბევრი ადამიანის გამსმენია რომ იწნევები აქვთ არ არიან კარგად და აი ეს პერიოდი როდის სრულდება და ახლოვებით ეს პერიოდი მე რაც ამ თემაში ვარ ზოგადად და არც თუ ისე ცოტა ხანია არ მახსოვს ესეთი მარტი იმდენად დახუნძლულია მე არ მაქვს მარტო სიმძიმეზე საუბარი იმიტომ რომ მზის დაბნელება რომელიც ახლა მოდის შედარებით უფრო პოზიტიურია მინდა. მაგრამ ის 6 პლანეტა რომელიც ვახსენე მართლა ამ 6 პლანეტაზე ლაპარაკობს დღეს ყველა ენაზე მოსაუბრე ჟურნალისტი, ასტროლოგი, ასტრონომი, ასეთი რა განლაგებაა რომელიც ყველაფერ შეცვლის ჩვენ ცხოვრებაში. ყველაფერ შეცვლის, კი ბატონო, გარდა ამ პლანეტების მდგომარეობისა, ისეთი ციკლები სრულდება მარტში, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს პლანეტები ნახეთ, როდესაც პლანეტები, ანუ ერთგვარი ბალანსი არის ხოლმე, როდესაც გადანაწილებულია ხო, ასე ძალაუფლება მათი. ამ შემთხვევაში, როდესაც კონცენტრირებული არიან ერთ ადგილას, გარკვეული წონასწორობა ირღვევა, ხო? ისედაც ხვდებით. ანუ ფიზიკის კანონია მარტივი. რა თქმა უნდა. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, უკვე ენერგეტიკულადაც აისახება ისევ და ისევ ნებისმიერ ადამიანზე და თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე ფონს, როდესაც ამინდებსაც კი ეთყობა, ხო, რომ ცვლილებები არის ხოლმე, ხო, იმიტომ რომ გაზაფხული რეალური იწყება 20-ში, ხო, ეს სეზონური ცვლილება ზუსტად მაგ დროს ხდება, ნოვრუზობას იგივე მაგ დროს აღნიშნავენ, ხო? და ეს ცნობილია ისტორიულად სხვადასხვა წარმართულ კულტურებში და ასე შემდეგ, სხვადასხვა დღესასწაულები ეწყობოდა და სწორედ ამას უკავშირდება. კი, მაგრამ ეს ციკლების ცვლასაც. ეს 20 მარტი და აქედან ბუნება იღვიძებს, როგორც ვიცით, ერთი წამი არის ზუსტად ის გარდამავალი, იმიტომ რომ მეტი არ ჩერდება პლანეტები ერთ ადგილას, მაგრამ აქ საუბარია იცით რაზე? რომ ჩვენი მატერიალური სამყარო, რომელზეც ვიყავით მიბმულები, მიჯაჭვულები, ის სისტემა, რომლითაც ჩვენ ვფიქრობდით, მოქმედებდით, ეს ყველაფერი იცვლება. იცვლება ფიზიკურ დონეზე, ანუ ჩვენი სხეულიც კი იცვლება. ამას ადამიანები, როგორც ამბობენ, ნაწილი ცხადად შეიგრძნობს, ნაწილი საერთოდ ვერ მიხვდება რა მოხდება ცხოვრებაში და კიდევ ერთი და დავამთავრებ ეხლა გაიღო კარები სრულიად ახალ სამყაროში, სადაც სულიერება და ადამიანობა პირველ ადგილზე დადგება. კი ბატონო. ისედაც ნახეთ მერწყულის ეპოქაში გადავედითო ვიწახით, ხო? რეალურად ეს გადასვლა ეს ერთ წერტილში არ ხდება, მით უმეტეს ეპოქის ცვლილება, ხო? ვერ ვიტყვით, რომ აი წელს დაიწყო ან ამ წელს. უბრალოდ, როდესაც გარკვეული თემები მიჯნაზია უკვე, კართან როდესაც დგას, უკვე გრძნობთ ამ ყველაფერს, ხო? შესაბამისად, ეს მერწყულის ეპოქაც თემატურად უკვე გარკვეულ ტრანსფორმაციებს და დიცვლილებებს უკავშირდება, აბსოლუტურად რევოლუციებს უკავშირდება, იმიტომ რომ მერწყული რევოლუციონერი ნიშანია და ამ შემთხვევაში საზღვრების წაშლაც კი ხდება, ანუ აბსოლუტურად გათავისუფლება ძველი კონსერვატიული რაღაც ღირებულებებისგან და ნორმებისგანაც თუნდაც, ხო? წარსული დაგიბრუნდება თუ
ეს ამბობენ არა ეხლა არის გააზრებული. სხვათა შორის, მოდი გადავიდეთ მაგ თემაზეც, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა ჩათვალეთ რომ ვზივართ დროის მანქანაში მართლა, იმიტომ რომ ამ დაბნელებებთან ერთად, აი პირველი დაბნელება რომელიც ჰქონდა წლის პირველი დაბნელება, ეს იყო მთვარის დაბნელება და ეს იყო ანუ დაბნელებებს ყავს თავის მართველები, მოკლედ რო ვთქვათ რა, თავის ბატონი პლანეტა, მოდი ესე ვთქვათ. მერკური ვიცით ვინც არის ხო მითოლოგიაში. მერკური იყო ამ დაბნელების მართველი, როდესაც ჩერდებოდა თან ესეთ მდგომარეობაში. ანუ ყველანაირად ტექნიკური საშუალებები, ურთიერთობები, კომუნიკაციები, წარმოიდგინეთ რა ხარვეზები შეიძლება იყოს და თან ეს დაბნელება მეტყველებს ციკლებზე, მეგობრებო, არა მარტო ერთ წერტილზე. შესაბამისად, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ცვლილებები, ხარვეზები იქნება და აუცილებლად ცვლილებები უნდა შევიტანოთ. ამ ყველაფერს ამძაფრებს ის, რომ რეტროგრადული იყო ვენერაც და ვენერა და მერკური როგორ არიან, იცით? აი წარმოიდგინეთ ეს მეფე, წარმოვიდგინოთ მზე, ცისკაბადონზე, მერკური ყავს, რომელიც სიტყვას წერს და კომუნიკაციებს აგვარებს, მოკლედ და ვენერა არის პლანეტა, რომელიც როგორი ფორმით გააკეთოს ამაზე მეტყველებს, ხო? ორივე ახარვეზებს. იმიტომ რომ ორივე არის და როდემდე ერთი რამე მინდა გითხრათ, აი წამლის ანოტაციაში რო წერია ბევრი რაღაცა და რო ვერ ვიგებთ. ეხლა მოდი გავაკეთოთ ესე. მაყურებელმა გაიგოს რეკომენდაციები და სულ რა მაწუხებს გეტყვით. აი ხო არის უხსნით რომ ესეთი ხარ, ეს უნდა ქნა, ეს უნდა ქნა. აი არც ერთმა ასტროლოგმა არ თქვა რომელი ნიშანი არის ნიჭიერი, უნიჭო, დათმე, გაჩერდი, არ არის ეს შენი საქმე, ნუ კიდევ ამას ხელს, იმიტომ რომ ყველას მოუნდა ყველაფრის კეთება და ძალიან დიდი ქაოსია. აი ეხლა ცვლილება, ხო, აი მაგის თქმა მინდა. აი ეს ცვლილება, აი რას მოუტანს ადამიანებს? ეს ცვლილება მოუტანს დროის მანქანად ყველა არ მიხსენებია, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საშუალება შევცვალოთ საკმაოდ ძველი ხარვეზები და შეცდომები, რომელიც დაუშვით წინა წლებში და ელფერი ამ ყველაფერს ექნება დაახლოებით ისეთი, როგორიც იყო 2007 წლის შუა პერიოდში. ანუ 2007 წლის შუა პერიოდში რაც ხდებოდა? ეგ თემები იქნება აქტუალური. ანუ 2007-17. კი ბატონო. და მნიშვნელოვანი, აი მაგ პერიოდებს გადავხედოთ და მნიშვნელოვანი რაღაც თემები უკვე მივხვდებით რა იქნება შედარებით აქტუალური, იმიტომ რომ მარტო ზოდიაქოს ნიშნებზე ვერ ვისაუბრებთ, ბოდიში დავასრულებ, იმიტომ რომ ზოდიაქოს ნიშნები არის ძალიან ზოგადი, ახლა ვინ როგორ მოიქცეს და ვის რა ნიჭი აქვს ბატონო გია თქვენ რაც თქვით, ნახეთ. თითოეული ადამიანი, რო არის ვერძის ნიშანი, მაგალითად ან ყუროს ნიშანი, ხო? გარდა ამისა, შინაგანად მატარებელია ძალიან სხვა ფსიქოტიპების მრავალი. მაგალითად, ვერძი შეიძლება იყოს და გონებით მერკური, ხო? იგივე იყოს ყურო, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულია. ამიტომ თქვენ რასაც ბრძანებთ, რომ აი ვინ არის ნიჭიერი, ყველა ნიჭიერია. უბრალოდ პოტენციალში შეიძლება გქონდეს, მაგრამ რამდენად გამოხატავს, რამდენად ავლენს ადამიანი ამას მერე, რამდენად აქვს შესაძლებლობები. მე ნახეთ, ყველა შეიძლება იყოს ნიჭიერი, მაგრამ ვერ აგნებდეს თავის წერტილს, სადაც რეალიზდება. ნახეთ, ძალიან საინტერესო რაღაცას გეტყვით. მე ხშირად მომისმენია თქვენთვის და ძალიან ბევრი საინტერესო ამბები გამიგია. აი თქვენი აზრი მაინტერესებს ამ შემთხვევაში ჩემთან დაკავშირებით კი არა ვერძი. მაგრამ მაინც მასთან დაკავშირებით. მე არა. ნახე, აი მე წეღან საუბრობდით მე და შენ პირველი ასტროლოგიური წიგნი იყო ჩემ დროს ხელნაწერი იყო. პირველი რაც გავაკეთე, ამოვიწერე ჩემი უარყოფითი ვერძის უარყოფითი თვისებები და აი ეს უარყოფითი თვისებების გამოსწორება შესწავლა დავიწყე. აი ეს რამდენად შეიძლება იყოს ადამიანებისთვის გასათვალისწინებელი. თუ არ ვიცი და იბოდიში აქვე დავამატებ, მაგალითად მე არ ვიცი, ვარ ლომი ხარისწელში დაბადებული, მაგრამ არ ვიცი გონება საით არის, როგორ არის, როგორ თქვით, რომელ ნიშანშია. იმიტომ რომ არასოდეს არ გამომკლევია ეს ამბავი და მაინტერესებს აი ჩემნაირი ადამიანები ალბათ არსებობენ, რომლებაც ასე არიციან, როგორ შეიძლება რა გზას მიმართოთ, რომ აი გიას თქმის არ იყოს ჩვენი უნარები და ქცევები, რომ გამოვასწოროთ და სწორ გზას დავადგეთ. ზოდიაქოს ნიშანი მაგაზე მეტყველებს, მაგრამ ამის მეტი არაფერი ვიცი.
არა, საკმარისი არ არ არის. უბრალოდ ამის მეტი თუ არაფერი ვიცით, გავითვალისწინოთ ზოდიაქოს ნიშნით, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშნული, რომელიც გარეთ არის გამოტანილი, ხო? ანუ მზერა ნიშანსაც გადის ზოდიაქოს ნიშნით, რაც ხართ, მაგ თვისებებზე უნდა იმუშაოთ, მაგრამ არა მხოლოდ უარყოფითზე, იმიტომ რომ ნახეთ, მაგალითად ადამიანი არის სმენის პრობლემა აქვს დაბადებიდან. რა უნდა გააკეთოს ბატონოგია ამ ადამიანმა, ანუ იმაზე უნდა იმუშაოს მთელი ცხოვრება, რომ რამე გაიგოს თუ დადებითი რაცაა ყველაზე მეტად ის განავითაროს. ის განავითაროს და ის. ხო, მაგრამ ნახეთ, ხო ყველაფერი ბუნებიდან არის. კი, რა თქმა უნდა. აი, მაგალითად, მე ვიცი, რომ უნდა ვისმინო. ანუ ესეც კულტურაა. და მე მთელი ჩემი კარიერა, ცხოვრება და დღეს რო ასე ვარ, დავიწყე სმენით. ჩამოვედი რაიონიდან, ვიცოდი რომ ყველაფერი უნდა მესწავლა, მესმინა, ვისმენდი და ახლა მე დღეს ია ჯაჯანიძე, მაგრამ სტომარი ჩვენი კეთია. კეთი, აუცილებლად უნდა გკითხოთ, მაყურებელი დარწმუნებული ვარ, დარჩა იქ ტვინით 2007 და 2017 წელი ახსენეთ. ანუ რა გადავხედოთ, რა გვჭირდა ემოციურად როგორ ვიყავით ჩვენ ცხოვრებაში, თქვა ვიღაცისთვის კარიერა იყო, ხო შეიძლება? ზოგიერთისთვის შეიძლება კარიერა იყოს, ზოგიერთისთვის პირადი ცხოვრება, ანუ სად რა თემებს შეეხო, უფრო მეტად. ეს იქნება ერთგვარი ნიშანი, მოდი ესე ვთქვა, ადამიანისთვის, მარტო ზოდიაქოს ნიშნით ვერ გავიკებთ, ხო, ამიტომ ვამბობ. არა, სხვა რამეს ვამბობ, 2007 წელი პირობითად მე ძალიან ძიმე დრამა მქონდა ცხოვრებაში. ანუ ეხლა შესაძლებელია ის დრამა დაბრუნდეს ჩემ ცხოვრებაში. ნახეთ, შეცდომების გასწორების პერიოდია, თქო, ანუ რაღაცები მაგ თემაში თემა არის იგივე და არა ის რას გავდივართ. მიხვდით? მით უმეტეს ბრწყინვალე პერიოდია კორექციისთვის, ცვლილებებისთვის, როგორც უკვე აღნიშნეთ, იგივე მერკური, ვენერა რეტროგრადული რო არის, დაახლოებით დაბნელების მერე ისედაც დაბნელება საშუალებას გვაძლევს ხოლმე ერთ თვის განმავლობაში რაღაცები შევცვალოთ. მით უმეტეს ახლა, როდესაც ფაქტიურად, რეალურად შუა აპრილისთვის უკვე შეგვიძლია თამამად კომუნიკაციები, მანამდე აღვადგინოთ, რაც მიგვაჩნია პერიოდია მძიმე ამ კომუნიკაციებისთვის. მაქედან გამომდინარე, იმიტომ რომ უწყინარი რაღაც სიტყვა შეიძლება მერე გულში დარჩეს ადამიანს. აი ეს ერთულდება უბრალოდ. ამაზია ხარვეზების. და ბუნებაც გადაირია, იმიტომ რომ რა ვიცი, უყურებ მე მთელ მსოფლიოს და ბუნებაც წარმოიდგინეთ, რამდენი მარტი იყო ძალიან დატვირთული თქვა, იმიტომ ვთქვი, რომ ეს პლანეტები ადგილმდებარეობას რო იცვლიან სწორედ მარტში. ანუ მარტში ხდებოდა ეს ყველა. ანუ ვულკანები, წყალდიდობები, ყინვები, რა ვიცი. სადღაც აპრილის შუა რიცხვებამდე, თუმცა ეს ხარვეზების გასწორება საბოლოოდ მაინც უნდა მოხდეს დაახლოებით მაისის შუა პერიოდში. თქვენ რომელი ზოდია? ლომი. რა კარგია. თუ ვერ მივხვდი რომ ხარვეზი მაქვს, ვერ ვიაზრებ. ვერ ვხვდი რომ რამე ამბიციური ხარ. თუ საერთოდ ვერ ვხვდები რომ პრობლემა მაქვს, ეგ უკვე სხვა პრობლემაა. ანუ სამყარო მანიშნებს მაინც ყველა შემთხვევაში. სამყარო ყველა ვარიანტში გვაქვს. არა, აი სალომეს კითხვა ეს გაგზელება იყო. თქვათ მე თუ არც ვიცი 2007 წელს რაღაც მოხდა ის უნდა განმეორდეს. არ ჯერ ასტროლოგიის თავისთავად ეს სიტუაცია რომ გამეორდება, ცხადია გამახსენდება 2007. არა, ჯერ მაყურებლის სახელით არა, მესმის, ხო, ეხლა ცოტა უცნაური იქნება, რომ რასაც საერთოდ არ შევხები ვარ, რაღაცა ლომის უნარებს, ხასიათებს რო კითხულობ, ეხლა მეც ეძიე ვარსკვლავის შენი ყავ ისედაც ლომი, ადამიანებს ეთყობათ ხოლმე მეტნაკლებად ლომს მართავს მზე. თქვენ თვალები არ მახსოვს თქვენი ზოდიაქოს ნიშანი, თვალები წყალია, უეჭველი წყალია. წყალი არის. მერე ანუ რა ნიშანია? კადე, ეხლა გამოცნობა. ვიხდა პირდაპირ. ხო, ზოდიაქი ხარ, ხამაზე კეთია, წყალი მაყურებს დარწმუნებული ყველა საინტერესებს. ლომი ვთქვით, წყალი ვახსენეთ ნანიკოზე და არა ჩვეულებრივი ზოდიაქოს წარმოადგენს და გიაც და თუ შეიძლება აი მოკლედ რაღაცნაირად რასაც შევძლებთ, რომ როგორი წელი გვექნება დაახლოებით ლომებს და სხვათა შორის ბატონი გია არ ვიცოდი ვერძი თუ იყავით, უბრალოდ თქვენს რაღაც თვალები მორიელის გავლენა გააქვთ? აი ჩემი მე ვარ მორიელი და ჩემი გავლენა. იმიტომ საერთოდ რო ამბობდი მორიელი მიყვარს. მორიელმა გამამწარა. ოღონდ კარგად გამამწარა, ბევრი რამე ვისწავლე. და როგორი პროტესტი მაქვს, იცით? მაგ ძალიან დიდი ქარვა და იმ ქარვაში არის
მორიელი, ჩაკეტილი მორიელი, იმას ვატარებ ხოლმე. თვითონ ზოდიაქოს ნიშანი ასტროლოგიურ უკაში თუ გაქვთ ასე ვთქვათ გადახედული. აი ერთსაირად არ მაქვს ტყუპები მორიელში, ანუ ჩემი ასცენდენტია. ტყუპები მეტყობა ნამდვილად გავლენენ, რომ აქ არ ვიждდებოდი, რომ არა ტყუპები, ხო? ხვალები თითქოს არის მორიელის. ან თევზები მორიელი. ტყუპების დიდი გავლენა, მორიელი. მაგრამ ტყუპები ძალიან გეტყობათ. მორიელი ესეთი ლაღი არ არის უბრალოდ. ვიცი, ტყუპების დამსახურება. მორიელ სტრატეგიებია გასაწევი. აი მე თქვენ არიცით კამერის მიღმა რა მძიმე ვარ, მაგრამ მოდი დაუბრუნდეთ ამ წელს. კამერაში და კარგი მძიმე. არა, მძიმე თემასაც გინდა. კარგი, ლომს უბრუნდებით და მე მოვყვებით. არა რა ეს რატო რა ჩვენ გვინდა კარგი დავიწყოთ ზოგადად ზოდიაქო. კარგი დავიწყოთ ვერძით. ვერძებისთვის და ვერძებს და თევზებს გამოვყავდი. აი ესეც ნიშანია სამყაროს, წეღანიშნებზე ვსაუბრობდით. და ამიტომ ვერძითმა დავიწყოთ. დავიწყოთ. ვერძებისთვის და გამოვყავდი აუცილებლად ვერძებისთვის. სასწორებისთვის. იმიტომ რომ ეს 29-ში რომელიც გვიახლოვდება არის ვერძი ზოდიაქოს ნიშანში და ფაქტიურად ვერძი და სასწორი არიან ასტროლოგიური დაძმა. შეიძლება ესეც დავარქვათ. 29-ში რა გვიახლოვდება? ძალიან ბევრს საუბრო. ხო და რაღაცა უნდა მოხდესო ამ ძის დაბნელების. თვითონ სიტყვის მნიშვნელობიდან გამომდინარე დაბნელება, ანუ რაღაცა ისეთი ფონი იქმნება სამყაროში, ეს არ ნიშნავს ფატალურობას ვიღაც ყველა ადამიანის ცხოვრებაში და ასე შემდეგ. არა, უბრალოდ ასტროლოგიურად აქ იკითხება გარკვეული ციკლურობის მახასიათებელი, რომლითაც ასტროლოგები ვკითხულობთ, რომ აი ნანიკოს პირადი რუკიდან გამომდინარე, ახლა ეს თემები უაქტიურდება და ეს პერსპექტივებია მოსალოდნელი, ხო? მაგრამ თვითონ სიტყვის მნიშვნელობიდან გამომდინარე დაბნელება, ისევე როგორც დერეფანზეც ვიტყვი მე. გვეუბნება რომ რაღაცები ბნელდება ბრწყინვალეთა კინგს თავის ერთ-ერთ ფილმში სახელი არ მახსენდება, როგორ ადამიანებს როგორ ეშლებათ ბევრი რამე, ფსიქოლოგიური მდგომარეობა როგორ უმძიმდებათ, უკვე ფსიქიატრიული პაციენტები როგორ ცუდად გრძნობენ თავს თქვათ, კი გავლენა აქვს ძალიან დიდი. ამიტომ რა თქმა უნდა, კონფლიქტურობა, ავარიულობა, მით უმეტეს რომ ვიცით რომ ხარვეზებია მოსალოდნელი, თან ამ დაბნელების მართველი მოდის უკვე მარსი. მარსი როგორი პლანეტაა, ხო ვიცით, ხო დრაივი, ბრძოლა, კონკურენცია. კი ბატონო. და მით უმეტეს ეს მარსიანული ენერგია, როდესაც ყველაფერი აერორებს თქო, წეღარო ვთქვი და ხარვეზებია თქო, ანუ როგორ გონიათ, ახლა შეცდომების ნიადაგზე შეიძლება ძალიან მარტივად ვატკინოთ გული, ხო და აი ეს უნდა გავითვალისწინოთ. ეს ერთი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ვერძებს და სასწორებს აღნიშნო უკვე, აუცილებლად კიდევ შეეხებათ კირჩხიბებს და თხისქებს, იმიტომ რომ კარდინალური ჯვარი ქვია, ერთი ოჯახის წარმომადგენლები არიან ესენი და მე აუცილებლად გამოვყოფდი იქიდან გამომდინარე, რომ წინა დაბნელება იყო თევზები ქალწულის ღერძზე, ამ ნიშნებსაც. ნახეთ, განსაკუთრებით თევზების ბოლო პერიოდში ვინც არიან დაბადებული მარტივად რო ვთქვათ, ხო, თუ არ ვიცით ჩვენი პირადი რუკა და ასევე ვერძის დასაწყისში განსაკუთრებით მათაც და მე უკვე ზოგადად ვერძებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს წელიც მე ვიტყოდი თევზებისთვის და ვერძებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი კულმინაციური და მნიშვნელოვანი. ცოტა დრო რჩება და ახლა ყველა ზოდიაქო გავიაროთ, ხო? მორიელი და ლომი, ესე გამოგვივიდა. ხო. მორიელი და ლომი, ანუ ორი დრო დავრჩა ცოტა, ამიტომ კი ბატონო. მორიელები და მერე ლომი. კი ბატონო, მორიელებზე და ლომებზე რა შემიძლია ვთქვა, საკმაოდ ყოველთვის, როდესაც ცეცხლის სტიქიაშია მზე და გადავიდა უკვე ვერძის სტიქიაში, ყოველთვის კარგად გრძნობენ ცეცხლის და ჰაერის სტიქიები. აი წყალი განსაკუთრებით წინა პერიოდში გაცილებით უკეთ იყავის და ახლაც მალე დადგება თქვენი პერიოდი, თუმცა კარიერული საქმიანობისთვის, თქვენი შედეგობრივი რაღაცებისთვის, სადაც შედეგი უნდა დადოთ, უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ახალი წამოწყებები 15-მდე არ გვინდა. ხო. ახალი წამოწყებები, ქირურგიული ოპერაციები, რაღაც მსგავსი თემები. კვილისექიდან არ წავიდეთ დღეს? თან არ უნდა გასაფრთხილება რა არის და პატარა კარიესი მაქვს პატარა კარიესი შეიძლება ანუ დიდი ჩარევა თან მნიშვნელოვანია დღეს ძალიან კიდე აი ჩვენ მაყურებელს ძალიან უყვარს ხოლმე პრაქტიკები დღეს არის დერეფნის შუა წერტილი შეიძლება ითქვას ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის თუ ჯერ კიდევ არ მოგვიშორებია გარკვეული დრამები ტკივილები ენერგეტიკული ეს მდგომარეობა გაუშვათ დავწვათ იმიტომ რომ მაინც სისკაბადონზე მზე ვერძის ცეცხლის სტიქიაში ამიტომ ფიზიკურად დავწვათ დავწერო და დავწვათ ფიზიკურად ხო ოღონდ ადამიანი არა ფურცელი. ფურცადია ადამიანი. და მეორე მნიშვნელოვანი თემა არის რა
ნახეთ, დაწვა ემსახურება ცეცხლის სტიქია, ემსახურება განადგურებასაც, განულებას და ემსახურება აქ რაღაც უნდა გაქრეს, რომ იქ დაიბადოს. ახალი რომ დაიბადოს. კი ბატონო. შესაბამისად, ერთ ფურცელზე 2 სანთელი შეგვიძლია ავანთოთ, ერთ ფურცელზე დავწვათ და რაც ტკივილს გვაყენებს ჯერ კიდევ ეს გავანულოთ და მეორე ფურცელზე ჩვენი თუ ვიღაცა ძალიან სკეპტიკოსია, დაწეროს გეგმებად ეს თავის სურვილები, ეს თავის ოცნებები, გაწეროს გეგმებად და შეუძლია ისიც დაწვას, ან უბრალოდ ცეცხლზე მოატაროს და მე დააკვირდეს. დღეს კი. დღეს ხდება მიშა. დღეს. ეს 2 სანთელი ჯდებით. კარგი წელი გვეწყება. ლომებს კარგი პერიოდი აქვს ზოგადად მინდა გითხრათ, იმიტომ რომ წინა ეს ჩვენი კარმული დამსჯელი პლანეტა სატურნი გადიოდა წინა პერიოდში ზუსტად ლომი მერწყულის ღერძს და ძირითადი დრამების პერიოდი მოლეული გვაქვს ჩვენ ლომებს. უბრალოდ საქმე იმაშია ჩვენ თუ აი თქვენ აღნიშნეთ ფეხის პრობლემა, ხო? და თუ როგორც წესი წინა ან შემდეგი ნიშნის გავლენა გვაქვს ხოლმე ზოდიაქოს ნიშნებს. აი ამასაც შეგვიძლია მივაქციოთ ყურადღება ზოგადად თუ რუკა არ ვიცით, ხო? და თუ ქალწულის ნიშნის გავლენა გაქვთ, მაშინ ამ შემთხვევაში წელსაც გარკვეული პერიპეტიები და ცოტა ესეთი დრამატული სიტუაციები არ არის გამორიცხული, მაგრამ აუცილებლად თქვენ ჩათვალეთ, რომ უკან მოიტოვეთ, იმიტომ რომ ქონიათ უკვე ეს, რა თქმა უნდა, და დანარჩენი უკვე მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი ტრანსფორმაციული მტკივნეული პროცესი, რომელსაც ახლა გავდივართ რეალურად, ახალი ციკლით, ხო, წეღანაც ამით დავიწყეთ საუბარი და ამით დავასრულოთ, ყველაფერი მე აი ჩინურში ძალიან მომწონს სიტყვა კრიზისი 2 იეროგლიფით გამოისახება. ერთი არის სირთულეები, მეორე არის საშუალება, ხო? ბრწყინვალე საშუალებაა ეს ჩვენი ტკივილი, რომ ფორმირება გავაკეთოთ რაღაცა ახლის, რაღაცა ისეთის, რაც გაგვაბედნიერებს. გადასარავი. ისე ერთი სიტყვით ვიტყვი, ამბობენ რომ სამყარო ახლა მშობიარობს და მშობიარობა ტკივილის გარეშე არ მიმდინარეობს. და შემდეგ გვეყვა უდიდესი ბედნიერება. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო სტუმრობისთვის გადასარავი თემა იყო და ახლა ჩვენ ეთერში რეკლამის დროა და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით ძალიან საინტერესო სტუმრებით. ჩვენი ოჯახი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში, ყავს არაჩვეულებრივი სტუმრები. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ფუფუნებაა მათი სმენა. ჩვენი სტუმრები არიან, მოდი დავიწყებ თქვენი, დავით მალაზონია, ირიაოს ხელმძღვანელი, ბუბა მრღულია და მიშა ჯავახიშვილი, ამ შემთხვევაში როგორც ვოკალისტები ირიაოსი. თუმცა ალბათ ირიაოზე სულ 2 წამში დავიწყებთ საუბარს და თქვენთან. ბატონი დავითი არის ის პირველი და ერთადერთი, ვინც 2 მუსიკალური ჟანრი გაერთიანა და მას შემდეგ ხომ ასეა, მოდი დავიწყოთ, რატომ მოგივიდათ აზრად, რომ ქართული ფოლკლორი და ჯაზი ერთმანეთს გააერთიანოთ? ახალგაზრდობაში ჩვენ ბიტლების თაობა ვართ. და მე ჩამივარდა შემთხვევით და აზორ ერქომაშვილის საარქივო ჩანაწერები. დიახ. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მაშინ ნოტები არ იყო ამის და დისკიდან ვიწერდი პირდაპირ და მოვსიჯეთ სიმღერა ბიჭებთან ერთად. ხო და ამან მომცა რაღაც ეს საიყარო საბუძველი რომ ამ მიმართულებას გავყევი. და თანამედროვე მუსიკის ელემენტებით შევაერთე. აი ესე დაიწყო ეს. მოკლედ რო თქვი და ეს არაჩვეულებრივი ადამიანები მართლა გვილამაზებენ ცხოვრებას, ხო? დიდი მადლობა. მართლა ასეა და ჩვენ გვიხარია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ირიაოს შემოქმედება არის ქართულ ხანგზე დაფუძნებული. და ყველაზე მთავარი არის ის, რომ თვითონ ჯგუფში ერთიანდებიან ადამიანები, ვინც პირველში ქართული ხალხური სიმღერა ძალიან კარგად იციან. ანუ ფუძე არის ქართული ხალხური სიმღერა. ეს არის მთავარი და ჩვენთვის ამიტომ ხდება დათოს ყოველი საავტორო ნაწარმოები ძალიან ახლო და ამაზე მე ხდება აი თუნდაც ვოკალისტების მხრიდან, ხო, დაშენება იმ ელემენტების, რომელსაც ჩვენ უწოდებთ ხოლმე ამ შემთხვევაში იმპროვიზაციულ მიდგომას. იცი რა, ირიაოს ისტორია, რატო ქვია ირიაო, რა საიდან წამოვიდა? ბუბა შეჯიჯერია. მოგეთ, ათო ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ცხოვრობდა გერმანიაში. კი. და როგორც კი დაბრუნდა, ასე რომ ჩავეჭიდი ხელებით, აღარ უშვებ იმის მერე საერთოდ. მადლობა ამის. ჩვენი და თქვენი ნერვები საშლელად ასაკურებია. ეს ჭღალებში, რა თქმა უნდა. როგორც კი ჩამოვიდა, მაშინათვე გავაჟღერეთ. მე გავაჟღერეთ უბრალოდ ეს აზრი რაღაცა ეთნო ფიუჟენ ორ ჯაზური რაღაც მიმართულების რაღაც კონკრეტული პროექტი შეგვექმნა.
ამაზე უკეთეს ვერ ვიპოვიდით ვერასოდეს და თან ერთი სული მქონდა ბავშვები და როდის დაბრუნდებოდნენ. დათო მამაჩემი არის კლასელები და ბავშვების ბაგაცები და ვიცნობ რაც დავიბადე მას მერე. ესეთი თავდაბალი და ასეთი საყვარელი არის ალბათ მისი მთელი ცხოვრება, ხო? ბატონი დავითზე მაქვს საუბარი. არ ჩანს მისი არსებობა, არასდროს პრეტენზია არაფერზე არ აქვს. აი სულ მადლობები. ჩვენთან აქვს პრეტენზიები მუსიკაზე. აი ეგ მაინტერესებდა, უკეთესად როგორია თქვენი სამუშაო პროცესი? არა, ირიაოზე ჯერ ირიაო რატო აი და შემდეგ ნუ რაღაც რამდენიმე კომპოზიცია მოვსინჯეთ და ნუ ვერ დავასკვენით ერთად რომ აუცილებლად უნდა მომხდარიყო ეს ჯგუფის შეკვრა და თანამოაზრეების მოძებნა, რაც სიმართლე რომ გითხრათ, დიდად არ გაგვიჭირდა, იმიტომ რომ ხალხური სიმღერიდან როგორც მიშო თქვა ზეგან, ვინც მოდის მისთვის ძალიან ახლო არის დათოს მუსიკა. და არც ერთი მიმართულება მუსიკალური არ არის უცხო, როცა ქართული ხალხური სიმღერა კარგად იცი. მე ყველაფერი გემართლია. იცით რა, შეიძლება ქართული ხალხური სიმღერა არ იცოდე, ან ცოდნა არ ქონდეს მიღებული, ზოგადად არ გიყვარდეს და ამბობდე შენ რომ მე არ მიყვარს ქართული სიმღერა, მაგრამ საკმარისია თქვენ რომელიმე კომპოზიცია დაიწყოთ, ჩვენ არაერთი კონცერტი გქონია ერთად სხვადასხვა კუთხეში. პირდაპირ რაღაც აი აჯადოვებთ ადამიანებს თან სხვადასხვა ასაკის ადამიანებს რთული მუსიკაა თქვენი, არ არის მარტივი მოსმენა თქვენი, მაგრამ იმდენად მარტივად აწოთებთ ამას ხალხს, რომ ჩემი აზრით თქვენ ზრუნავთ გემოვნებაზე, რომელიც თურმე შესაძლებელია, რომ ადამიანის კორექცია გაუკეთო გემოვნების. და დიდი მადლობა ამისთვის. თვითონ შემოქმედება არის ძალიან საინტერესო, თვითონ აწარმოებს, რომ ეს რაღაც რენტგენში რო გაატარო და სერიოზულად შეხედო, იქ იმდენი სხვადასხვა თემა შემოდის. იმდენი ახალი ნაწარმოები შეიძლება წარმოიქმნას იმ ერთი კომპოზიციიდან, რომელიც საერთოდ კიდე სხვა მრავალფეროვნებას იძლევა მუსიკალურს ირიაოსთვის. ეს არის დათოს სიმდიდრე ზუსტად მისი მუსიკალური აზროვნების. და თვითონ ირიაოც, ხო სიტყვა ირიაო, იმიტომ რომ საიდან უნდა იყოს. მოიხსენებათ კრიმანჭულის სათქმელი სიტყვა არის ირიაო ურუაო. და ეს ერთი ამ შემთხვევაში ამოღებული ირიაო გახდა ჩვენი ჯგუფის წარმდგენი, ასე თქვათ, ყველგან. ისე რა მაინტერესებს, იცით, აი ყველას უჭირს სიახლის ახლებურად დანახვა, აღქმა. აი როგორ გაბედეთ, არ ნერვიულობდით ცოტა. სანამ ბუბაც ჩაერთვება საუბარში უნდა ითქვას ერთი რამ, რომ საერთოდ კი გასაგებია ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლებისთვის ძალიან საინტერესოა ასეთი მუსიკის შესრულება, თუმცა ძალიან ფაქტიურად ბევრს ვერ ნახავთ, ვინც შემოდის ამ მუსიკაში, იმიტომ რომ ვინც ხალხურ სიმღერას ასრულებს, ყველასთვის მაინც რაღაცნაირად რჩება ის მომენტი, რომ რამე არ დავაზიანოთ ჩვენი ხალხური სიმღერისთვის. ისე არ შევეხოთ ასე შემდეგ. ეს ვინც კარგად იცის, როგორ უნდა გააკეთოს, ასეთი ბევრია. მარტო ვატო კახიძეა ავიღოთ, ჯანსუ კახიძე ავიღოთ, ხო? ესეც არ არის ამ შემთხვევაში მარტივი მუსიკა და ისიც არის სხვანაირად გასაგები და სხვა სიღრმეები გააჩნია. ამიტომ ყველასთვის ესე მარტივი არ არის აზროვნება და ჩვენც ხანდახან არის რომ მაგალითად ჩვენი ერთ-ერთი წევრი გაგა აბაშიძე მისი დატვირთულობის გამო შეიძლება ვერ იყოს, მაგრამ გვირთულდება ხოლმე ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელმაც შეიძლება შეავსოს ეს ყველაფერი. ახლა ლექსო ბირკაია, რომელიც ძალიან კარგად ამ ყველაფერს. ხალხ ძალიან პატარა ბიჭებიც, რომლებიც წესით ამხელა გამოცდილება არ უნდა ქონდეთ, არც მუსიკალური ვთქვათ და არც ისე, რომლებიც, არაჩვეულებრივად სრული ჰარმონია სცენაზე მიუხედავად თქვენი ვთქვათ, ან ასაკობრივი განსხვავებისა, თავისუფლება, ის სცენაზე სრული თავისუფლება ჩვენთვის, აი როგორც შემფასებლები როცა ვართ ხოლმე ჩვენივე შესრულების, როგორც კი იწყება პირველი აკორდი და პირველი წამი, იწყება თავისუფლება იქ. შესაძლებელია ჩვენ ემოციური დატვირთვით სხვაგან გადავიდეთ მუსიკალურად, მაგრამ ესეც იმდენად ხდება მხატვრულად და კარგად, რომ გადანაწილებულად ასე. არის ხოლმე აი სხვათა შორის განცდა აი თქვენთან არა. იმის რომ აი დაუშვათ რაღაცა არ დაიკარგოს, რაღაცა დამთავრდეს, იმდენად შერწყმულია ეს პატარები, იქიდანვე ეჩვევიან
და განცდა მაგრამ ეს არასოდეს არ დაიკარგება. ისეთი დასარტყამის უნდა ნახოთ როგორ ღერიან თვითონ. კი საოცრად. მაგრამ დაუბრუნდეთ ისევ იმ კაცს, რომელიც ყველაზე თავდაბალი და არ ვიცი, მართლა მონუსხული ვარ პიროვნებით ჯერ და ნუ მე სხვა ბევრი რამით. სხვადასხვა ხასიათის, სხვადასხვა ასაკის ადამიანებთან გიწევთ ურთიერთობა. თქვენი მუსიკალური აზროვნება, როგორც მიშომ თქვა, ყველა იზიარებს, მაგრამ მაინც მე მგონი სირთულეა. იცით რა არის, მე ერთი მახსენდება ჩვენ გასტროლი ქონდა უცხოეთში და ერთ მსმენელი მოვიდა ჩვენთან და გითხრა რომ აი ხო უცხო მუსიკაო და ხო ის არისო, მაგრამ საოცრად ახლობელია და თბილიაო რა და ეს იყო ჩემთვის უდიდესი კომპლიმენტი რა ეს. აი მაგას ვამბობ რომ თქვენი მუსიკა ყველასთვის გასაგები და მისაღებია მიუხედავად თავის სირთულისა და მადლობა კიდევ ერთხელ ამისთვის. რა გეგმები გაქვთ? მე ვიცი რომ სულ დადიხართ წინ და უკან და ვითარდებით და სოფლიოს ახარებს. სიახლეები რას გეგმავთ სამომავლოდ და ბუბა არ ვიცი რომელი. რა ვიცი მე გერმანიაში ნამუშევარი თეატრში, ბევრი მაქვს თეატრის მუსიკა. ბევრი ვიცი. და მინდა ამის მოსინჯვა რა. ჩემ მეგობრებთან ერთად რა. ეს სრულიად სხვა ხედვაა ხო მუსიკის? გროსმაისტერმა არ შემმა თქვა რომ ეს რა ქვია მახსოვს მისის იუმორი ცავსე კაცი იყო და ერთ-ერთ მოღვაწეს უთქვამს ესე რომ მუსიკა რა არისო თუ მეორე ხმა ვერ მიეციო რა. და მე მგონი ხა მოვსიჯავთ ისეთ მუსიკას სადაც მეორე ხმას მივცემ თავისუფლად. და ეს ჩემი ის არის. აი წარმოიდგინეთ როგორც კი ჩვენ მაგალითად რაღაც ეტაპი დასრულდება, ჩავატარებთ ღონისძიებებს და შემდეგ დავისვენეთ და იწყება რაღაც ახალზე ფიქრი, ხო? უცებ აი ეს მართლა სკივრი გაიხსნება და იწყება იმ თემების წამოწევა, რომელიც დათოს გაკეთებული აქვს აი გერმანიის პერიოდში. ოღონდ ეს სკივრი მე მაქვს მოპარული. ეს სკივრი კი, მაგალითად აცხადებ უბა. კი, მოპარული მაქვს, ხან ზოგს ძალით ვარ ხოლმე, იმიტომ რომ თვითონ რაღაცა სულ მეუბნება რომ ეხლა მე სხვანაირად ვფიქრობ მუსიკალურად და ის ძველი რაც მაგაკეთებული ის არ მომწონს. მე მომწონს ხოლმე და მე ვაძალებ რომ ის გავაკეთო. აი რა გაქვს მოპარული? აი დღესაც შევასრულებთ ის. აი ეს მოპარული. სამუშაო პროცესია კიდევ ერთხელ უბრუნდები. აი როგორია სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, სხვადასხვა ასაკის ადამიანები, აი როგორ ერთიანდები და როგორ მიდიხართ იმ რაღაც მიზნამდე, რაც მე საოცარ შედეგს ხდებს და ჩვენ მსმენელს ძალიან გვატკბობს. კამათი არის რასაკვირველია ხანდახან სასტიკი კამათი მიდის, რა ვიცი, ჩხუბამდე და ხელების კლავიშზე დარტყმამდე და ასე შემდეგ. მე მგონი თქვენ კაცრი ხართ, იცით? არა, გეუბნები ადამიანის არსებობა არის მზარსად. თავისთვის ჩუმად ხან იყინება, მაგრამ არა. ვერ გააკეთებ და ცოტა მკაცრი არის კაცრი. ძილობს, მაგრამ არ გასაგებს. არა, რას გაუნა? შედეგი კარგი გამოდის, რომ მე გაბაროძებულები ცილს ვამთმოდე ეგ. რამდენად აი პატარები რამდენად ინტერესდებიან, აი არის მოთხოვნა, რომ აი მე მინდა თქვენთან, აი მშობლები, აი როგორ ხდება თქვენ ოჯახში მაგალითად. ბუბა. მე როგორც ვიცი, შემშულებს მოწვეთ, მაგრამ შემშული პატარები აღარ არიან. ეგ ვიცი, მაგრამ აი როგორც დათომ თქვა წეგან ზუსტად ისე მე ვეთანხმები რომ ყველა ასაკის ადამიანებთან მიდის გულთან ახლოს. შეიძლება მართლა ძალიან უცხო იყოს, მაგრამ ამავდროულად ძალიან შინაური. უცხოეთშიც ვთქვამთ, აქაც სულ მსგავს რაღაცას ვისმენთ ხოლმე, რომ რთული მუსიკაა თქვენი მუსიკა. შეიძლება კონსერვატორია ქონდეს დამთავრებული, მაინც ვერ გაიგო. მუსიკალური წვდომა, რასაც უნდა ჩაწვდე ბოლომდე. მართლა რომ ნოტებს რომ მოგვიტანს ხოლმე პირველ რეპეტიციაზე წარმოუდგენელი გულის წერთ ყველა ნოტებს, ანუ რეჩიტა, ყველა რეჩიტატვის კი არა და მე ვამზადებ, ასე ვთქვათ, იდეას ნოტებში ნოტებით. და მე მიდის ამის რეპეტიციაზე პარტიტურა, ასე ქვია, ხო, პარტიტურას წერთ თქვენ. განსაკუთრებით გვაქვს საუბრობა, როცა პარტიტურას დაწერს ვოკალის პარტიების დაწერილი აქვს, მაგრამ მე ჩვენ მაინც ჩვენებურად ვღერით ხოლმე. მოიცა, ინსტრუმენტების პარტიტურასაც წერთ და ვოკალის პარტიტურასაც წერთ. ხო, რომ რაღაც ბაზისი გქონდეთ მუსიკაზე და ბაზისი თან გქონდეს, რომ იქიდან გასვლა შეგეძლოს. მე ეს რო გადის ხან იქით აქეთ, ეს რო გადი გამოდის, თქვენ ეს ცხადია რომ მოგწონთ. ეს არის რასაკვირველი მოულოდნელობის ეფექტი აქვს ამაზე, საოცარი სიურპრიზები. მაგარი გადი გამოდის ვოკალი. ხო, მაგის პროცესია. მე ვფიქრობ, უფრო ინტელექტუალურია. არის ინტელექტუალური მუსიკაა, დაუშვათ სხვა რა. მე გავიხსენებ ვახტანგ კახიძის დირიჟორობით მის ორკესტრთან ერთად ჩატარებულ უნიშნულოვანეს ორ ღონისძიებას
ეს იყო თუ არ ვცდები მაისი, სადაც ჯანსო კახიძის სახელობის ფესტივალი ჩატარდა და შემდეგ შემოდგომის თბილისი ორკესტრთან ერთად ირიაო. ეს იყო იმდენად მასშტაბური ფორმა მუსიკალური, რომ იქ ვერ გავედით ესე როგორც ჩვენ გვინდოდა, იმიტომ რომ ორკესტრი სხვა ფორმას მოითხოვს, აქ ხდება ყველაფერი ტაქტი-ტაქტში და ასე შემდეგ დირიჟორთან ხარ თავიდან ბოლომდე და ეს იყო დიდი გამოცდილება, როცა ჩვენ საორკესტრო ფორმა, ასე ვთქვათ, ფორმაში შევედით ჯგუფი და იქ გაორკესტრდა დათოს ნაწარმოებები, აი არაჩვეულებრივი ღონისძიება იყო, სადაც სამი ვოკალისტი, ინსტრუმენტალისტები და ორკესტრი. ამის ხელმძღვანელი ბატონი ვახტანგი, რაღაცნაირად საერთოდ სხვა ფერი მისცა ირიაოს შემოქმედებას და დათოს მუსიკას, რომელიც კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა, მაგრამ ეს არის იმდენად მასშტაბური ღონისძიება და კონცერტი, რომ ასე ყოველთვის და ყოველ წელს ამ შემთხვევაში, ანუ დათოს მუსიკა იძლევა იმის საშუალებას, რომ იყოს როგორც ბენდის ხაზი და იქ იყო თავისუფალი ამ მუსიკაში, მაგრამ მიიღოს უკვე სხვა სიმაღლე ორკესტრთან ერთად და ეს ხდება ძალიან საინტერესო და მისაღები აბსოლუტურად ყველა მსმენელისთვის, როგორც ბავშვებისთვის, ისე უცხოელებისთვის. მაგას ვამბობ, დავდივართ მართლა საქართველოს კუთხეებში და ადამიანები ვინც აბსოლუტურად სხვა მუსიკას უსმენენ და სხვა მოთხოვნებით არიან კონცერტზე მოსულები და ის რატო არ ჩამოიყვანეს და ირიაო რო გამოდის და რო იწყებს სიმღერას ხალხნო მართლა ხდება საოცრება. ურთულეს მუსიკას კიდევ ერთხელ ვამბობ, შესაძლებელია მე მიყვარს მუსიკა და რაღაცნაირად დიდი მადლობა ბიჭებო კიდევ ერთხელ რომ ამ სიამოვნების განცდა მანიჭებთ. ბუბა, მშობლებს მოწონთო, რასაც ვაკეთებო, გია მურყულია, ხო? მისი მამა არის გია მურყულია, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები, მის პროფესიაზე და პროფესიონალიზმზე არ ვისაუბრებ, ვინ არის შევეხები, რომ გამოძვრა სათამაშოდან რა რეაქცია გქონდა. უცებ გადავედი თემამ. ცოტა რთული შეკითხვა, მაგრამ ვეცდები რომ გარკვევით მოკლედ და ლაკონიურად გიპასუხოთ. თავარი ის არის, რომ მე ჩემი ოჯახისგან ყოველთვის მქონდა მხარდაჭერა. რომ მე მუსიკა ავირჩიე პროფესიად. ერთ-ერთ. ამ მამაჩემს ამ მუსიკა ძალიან უყვარს. ნამდვილად. თავიდან როგორც ვიცი, დიდად არ გიждდებოდა ხოლმე. მე ვაიძულეთ ყველამ ერთად, რომ ეს იყო სწორი მიმართულება, ეს იყო სწორი მუსიკა და მისი სირთულეების მიუხედავად ყოველთვის სტუმრობს ხოლმე კონცერტებზე. ოღონდ აქ საზღვარგარეთ არ დაგკრიტიკე. ეგეც კარგია. კი. მართლა? იმიტომ რომ ძალიან კარგი სმენა აქვს და ერკვევა მუსიკაში მაგრად და განსაკრიტიკას ეხლა მამისგან თან ამისთანასგან უნდა იღებდე. ვინ არის მოიცა? ვინ არის? როდესაც ხეთხართ ტელევიზორთან პროექტი და მამა გამოდის სათამაშოდან. რა რეაქცია, როცა გია მრღულიაზეა საუბარი, აქ არ საუბრობთ? მე ძალიან გამემართლა მაგ მომენტში, იმიტომ რომ არ ვუყურებდი ტელევიზორს. არ ვიცოდი რა საქმეა. არ ვიცოდი მართლა. არ უყურებდი და მე ვიღაცამ დაამერიკა არ მახსოვს. მე მგონი ჩემმა შვილმა დაამერიკა მანამ და ესა იცოდიო შენ თუმცა რო იყავიო. არც ერთი გადაცემისთვის არ მიყურებია მეთქი რა რომ წოდროდი. ხო დავაკვირდები მე რასაკვირველია გადავახვი ყველაფერი ვნახე. მაგრად გავოგნდი სიმართლე. რა იმიქრეთ? მაგრად გავოგნდი. ეხლა გაკვირვებით და დიდად არ მიკვირს ხოლმე არაფერი, მაგრამ შოქში ჩავარდნამდე ცოტა მაკლდა. სალომე, კითხვა გინდოდა რაღაცის? კი, ანუ უამრავი კონცერტი გაქვთ საზღვარგარეთ და ჩვენი მსმენელი ხო, რა ვიცი, ძალიან დიდი სიამოვნებით გისმენთ ხოლმე. აი გაოცება, ის აღრთოვანება რომელ ქვეყანაში, აი რომელი ქვეყანა დაგამახსოვრდა თქვენი კონცერტის შემდეგ, სადაც გამოიწვია ფურორი და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნებოდა ცხადია, მაგრამ აი ეს შთაბეჭდილება, სადაც ყველაზე მეტად დატოვეთ და რაც გახსენდებათ, ახლა მაგალითად ის ქვეყნები, სადაც მრავალხმიანობა ქართული იციან, მათთვის ეს ფორმა საინტერესო ხდება, ამაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ჩვენ მოვხვდით ირეო რო დაარსდა, მალევე მოგვიწია მალაიზიის და ინდონეზიის
ჯაზ ფესტივალებზე, უმაღლესი დონის ჯაზ ფესტივალებზე, სადაც სცენაზე ჩვენს შემდეგ ან მანამდე ჩვენ სანამ გავიდოდით, იყო კრის ბოტი, იყო რიჩარდ ბონა, იყო ბობი მაკფერინი და ეს ხალხი მონაწილეობდა, წარმოიდგინეთ, ერთ სასტუმროში ცხოვრობდის და იყო შოკი. მათთვის იყო მართლა გამოუგნებელი, როცა იქ ვიღაცა კივის კრიმანჭულს, ახლა მათთვის წარმოიდგინეთ, თან როგორი ტრადიციული ქვეყნებია, საერთოდ სხვა კულტურა აქვთ მათ, მაგრამ მრავალხმიანობის მხრივ აბსოლუტურად მონოდიური აზროვნება აქვთ მუსიკალური და პოლიფონიასთან და მრავალხმიანობასთან შეხება არ აქვთ. უფრო ინსტრუმენტული და რითმული მუსიკა არის იქ განვითარებული და როგორც კი სამი მომღერალი წარდგა აი ამ ინსტრუმენტების და ჰარმონიით, იქ მერე ხალხური ინსტრუმენტებია, ხო, დუდუკი, სალამური, ჭიბონთელი. იყო მართლაც გამოუგნებელი, თვითონ ისინი გრძნობდნენ რაღაცა ეგზოტიკაში თავს. ანუ პირიქით ხო? ხო, პირიქით მოხდა ეს ამბავი. ამის შემდეგ უკვე იყო აი ძალიან მალევე ეს ჯაკარტას ინდონეზიის ჯავა ჯაზ ფესტივალი, სადაც იქაც იყო უნიშნულოვანესი. შემდეგ მოხდა ისე რომ ამ კონცერტებზე ესწრებოდნენ ადამიანები, ვინც არის მაგალითად პროდიუსერი, შემფასებელი, ეძებს თავისი ფესტივალისთვის მუსიკოსებს, იმიტომ რომ ეს დიდი ბაზარია ამ შემთხვევაში და მოხდა პოლონეთში ესე იგი ჩაწერა ძველ სისტემაზე, ანუ ჩვენ როგორც ადრე წერდით მუსიკას ფირთან ფირზე, აი ისე, ერთი აი არაფერი არ ურევია კომპიუტერული იქ ჩარევა არასდროს. ძალიან რთული იყო ეს ჩვენი პოლონური გასტროლი, იმიტომ რომ ეს პროგრამა ხშირად ეს აპარატურა ხშირად გამოდიოდა წყობიდან ამ შემთხვევაში. რაღაც პრობლემები იყო ტექნიკური, რომელსაც სხვა ქალაქიდან ველოდებოდით, რომ ის ნაწილი ჩამოსულიყო და ასე შემდეგ. მაგრამ საბოლოო ჯამში მოახერხეთ და პოლონეთში გამოიცა ირიაოს კომპაქტ დისკი, სადაც ეს ნაწარმოებები არის შესული იქ. მე ყველა ქვეყანაში გამოუშვებდი თქვენ დისკს პირად. იცი რა მაინტერესებს ხელოვნური ინტელექტი, რომელზედაც უკვე ძალიან ბევრი ამბავია ატეხილი ჩვენმა ჟურნალისტმა უჩა პირმისაშვილმა ჩაწერა მან არ ჩაწერა, მიაწოდა იდეა და დევს უკვე სიმღერა. აი არ გეშინიათ მსგავსი რამე. მე ერთ რაღაცას გავიხსენებდი ანსამბლი მართვე, როცა 91-ში თუ 99-ში წავიდა იაპონიაში. და იქ მართვეს ბიჭები მიიწვიეს უახლესი ტექნოლოგიის ასე თქვათ გამოფენაზე, სადაც იყო რობოტები და მთელი ამბები ჯერ კიდე მაშინ და ბიჭები დადგნენ და იმღერეს. რობოტებიც გამოჩნდნენ. რობოტი, რომელიც იმეორებდა ყველაფერს, რასაც ეტყოდი, იმას იმეორებდა და ეს რობოტი იქ როგორც ვიცი, გადაიცვა. სხვაგან წავიდა. მასზე გახდა. საოცარია. აი, იგივე თემა არ გვეშინია რა თქმა უნდა. არ ჯერტი კანონი გამოვიდა. ჩვენ სიმღერა შეუძლია. ჩვენ თვითონ ნოტებს რო ჩახედავს, მე არ ვიცი ხა ხელოვნური ინტელექტი ალბათ შეძლებს რაღაცის გაკეთებას, მაგრამ ისევე რა. მაგრამ კანონზე ბუნებრივ ინტელექტს ვაწვევით დღემდე. არა, რომც არ მიაწვეთ კანონზე მუშაობენ ახლა რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნებისმიერ მიმართულებით ნამუშევარს არ მიენიჭოს რაღაც კოდი, თქვათ ავტორო უფლებები და ასე შემდეგ. ანუ ადამიანები ვრჩებით ისევ და და ბატონ დავით, ბოლო კითხვა. ჯაზი მულტიკულტურულია, ანუ ყველასთვის გასაგები ენაა, ხო? ამიტომ ხომ არ არის უფრო მარტივი, ვთქვათ, ქართული ფოლკლორის მიღება ჯაზის გავლით, თუ ეს ორი ხელშეუხებელი სხვადასხვა რამ არის, რომელმაც ერთიანობა მოგვცა საოცარი. ხო, იცით რა არის ჯაზ, ეთნო ჯაზი, ასე ვთქვათ, მაინც პირობითი ის არის სიტყვა რა, მაინც ზუსტად არ ახსახავს იმას, რაც ჩვენ ვაკეთებთ. უბრალოდ სხვა უკეთესი არ ამიტომ ვეზახდი ეთნო ჯაზი. ეთნო ჯაზი. ხო. კი, რაც ელემენტები არის ჯაზის, აფრიკული რიტმების. არის, ყველაფერი არის. არის, გამოყენებულია ყველაფერი, მაგრამ მაინც ეთნო ჯაზი ცოტა უფრო ეთნო ფიუჟენია. ვიწროცნება, უფრო ფართო რაღაცას ვაკეთებ გონია და. ერთი ჩვენი ნაწარმოები, რომელიც არის დამუშავებული და თან არის დათოს საავტორო ნაწილიც იქ და შემდეგ უკვე უფრო თავისუფალი მუსიკალური ნაწილი, ეს ცემს პასუხს ყველა იმ კითხვას, ეს არის ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის მთავარი თემა, რომელიც გახდა გურული.
და მე ისე მომწონს ეს კომპოზიცია. და ამით წავდექით ევროპის საბჭოში სტრასბურგში, როცა ქართულ და ევროპულ აზროვნებაზე ვსაუბრობდით და დამოკიდებულებაზე ამ შემთხვევაში და ის არის მაგალითი ირიაოს შემოქმედებისთვის. ძალიან დიდი მადლობა. აი რა ვერ გიშვებთ, საოცარი სტუმრები ხართ მართლა. მადლობა ამ ბედნიერებისთვის და ვიცით რომ დღეს გაქვთ ჩვენი ტელემაყურებლისთვის ძალიან დიდი სიურპრიზი და მომზადებული ნომერი და დაგვატკბავთ და ახლა ბიჭებს მინდა სტუდიაში ვთხოვო, შემოგვიერთნენ საბა ქიტიაშვილი რომელიც არაჩვეულებრივია ნუსხა ბევრია და დავით ხავთარაძე, ბუბა მურღულია და ლექსო ბირკაია. გადადით თუ შეიძლება ბიჭებო და მადლობა. სიამოვნება. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ნეკას დიდი მადლობა სებისკვერაძეს პირადად ჩემგან, იმიტომ რომ მან მოახდინა მე და თქვენი გადაკვეთა ცხოვრებაში. ნეკლარი, მიყვარხარ, მადლობა. ირიაო ჩვენთვის, თქვენთვის. სღელის ვინდა წყალში ჩახლართული აციავ ჩამოგიბეზე ბუქიშმიში მაგიბეზე ხანჯარაზე და მომდგარი ყავნაც ნამი გადმოგეშალა მოხდები მის დღებში არ მოხშორდები ვახაშელი ვაშელის ფერი შექერი მოგეყარა Navy got a moge qaray mokhdebi mogogdebi izdranchi ar mokshorodebi vasheni vasharis peris shakeri moge qaray
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ძალიან დავბრუნდით, ისე რა როდის ბრუნდებით ხოლმე. ეხლა ძალიან საოცარი მუხტი დატოვეს და ბიჭებმა და შენმა ელასტიკმა გამაოგნა. მოგწონს? კი. ჩაიცვავდი რამე არა, ვერა. შენ გაჩუქებდი პირდაპირ, ხო? ვერა. სხვათა შორის ძალიან დიდი ხანია მაქვს და რატომღაც თავიდან რო ყიდულობდი ვიფიქრე რომ აი მე კოპლებიანს რა ჩამაცნობს თან ელასტიკს. არ ვიცი, ბევრი წელია მაქვს სხვათა. დალის კითხე. ძალიან გიხდება. სხვათა შორის დალი არის მოდის ექსპერტი, რომლის რა ვარ იცი მე? ტანჯვა და წამება, იმიტომ რომ არასდროს არ ვითვალისწინებ მის ტვენს, ყოველთვის მაცვია მოჯაჯულად და არასდროს მაკიაჟი არ მაქვს და ეს მისთვის არის ალბათ ინსულტის წინაპირობა. მოკლედ დალი უნდა შემოვიყვანოთ სტუდიაში. დალი ბაპატია დღესაც არ მოვედი ისე როგორც შენი მსახურე. დალი არც მეტი და არც ნაკლები ნიუ-იორკიდან ჩამოფრინდა ჩვენთან. ნახე რა ვაჟია. როგორი ვოიაჟი ხონდა. ადედი? კი, აბა, სულ უყურებ. მოგვენატრე, ძალიან კარგად გამოიყურები როგორც ყოველთვის. საყარლებო მეც მომენატრე რაღაცა. ამბები გვაქვს. მე არც გელოდი უცებ დღეს მეგონა რომ კიდე ნიუ-იორკში. კიდე ნიუ-იორკში ვარ, ნეტა ვიყო. მოხევი რა ხდება იქ? ჯერ. იქ ძალიან კარგი, რა ვიცი, ნიუ-იორკია. ნიუ-იორკი ჩემთვის რაღაც სხვა სამყაროა, სხვა განწყობაა, სულ სხვა ენერგიაა, რომელიც აი რაღაცას გაძლევს ნიუ-იორკი ისეთ რაღაცას, რასაც ვერ გაძლევს ვერც ერთი ქვეყანა. აი ეს რაღაცა დაუშრეტელი, რაღაცა ენერგიის წყარო და ავთენტური სულიერება კიდე. აი რაღაცა აქვს ისეთი, რომელიც აი არ ვიცი, ჩემია ხო? იმიტომ მე ხილულად ვნახე დალი ქუჩებში, აი მისია ეს ყველა. დალი არის მოდის და მოაქვს, შეგიძლიათ თქვა ნიუ-იორკში. და მე მიჩინდრიკებდი. მოკე ძალიან კარგი იყო ნიუ-იორკი, რა თქმა უნდა და რა ვიცი, მე მინდა რომ ერთი რაღაცა კიდე მიწევს ერთი წასვლა. და მინდა რომ რაღაცა ძალიან საინტერესო სიუჟეტი ჩამოგიდონთ, იმიტომ რომ იმდენი ესეთი ფეშენის და ადამიანების შემხდე ქართველები, რომლებიც იქ მოღვაწეობენ, რომ აუცილებლად ამაზე მინდა ჯაჯო მინდა რომ შენც წამოვყვე და რაღაც კარგად გამოგდის მე და ჯაჯოს იქ ინტერვიუები. ანუ ამერიკაში მიდიხართ ერთად? იქნებ ჩვენ წავიდეთ. ალბათ, ნახე. მთელი ოჯახის ერთი პირდაპირ გადაცემა რომ იქიდან გავაკეთოთ, რა ბედნიერი ვიქნებით. ვიზა მაქვს და შენ დამპირდი მე დიდი ხნის წინ ერთად წავიდეთო. აუცილებლად უნდა წავიდეთ. ხო, მოკლედ დღევანდელი თემა ეს არის ფეხსაცმელების თემა და ფეხსაცმელების როლი მუქის აწყობაში და რამდენად ცვლის ფეხსაცმელი საერთოდ ყველაფერს განწყობასაც და საერთოდ თლიან ლუქსაც. და საერთოდ ფეხსაცმელზე მინდა რაღაც პატარა ესეთი ისტორია მოგიყვე. მე არ ისტორიები. ისეთი იმაში ძალიან ისეთი ისტორიებში სადაც დავიწყო საერთოდ ჩვენ წელთაღ რიცხვამდე იქიდან მოყოლებული. უბრალოდ მინდა ჩვენს ინდუსტრიას, ფეხსაცმლის ინდუსტრიაზე და მათ ფუძემდებლებზე, აი ეს რო იტყვიან მათ მამებზე, რასაც შექმნეს უკვე ინდუსტრია, რასაც ქვია უკვე მეწაღრეების ესე იგი მანუფაქტურები, ქარხნები, რა ვიცი, ყველაფერი ვინც ჩაუყარა ამათ საფუძველზე და მინდა რომ პლაზმაზე გამოვაჩინოთ, დავიწყოთ. ეს არის ну, რა თქმა უნდა, მე ადრე მოვუყები ძმები ადოლფ და რუდოლფ დასლერები, რომელთაც შექმნეს სპორტული ფეხსაცმლების დიდი ინდუსტრია, ეს მე-20 საუკუნის დასაწყისში, რასაც ქვია ადიდასი და პუმა, ერთი ძმა წავიდა ადიდასში და მეორე პუმა. და ახალ კოლექციაში შეგხვდება ეს მოდელი განახლებულში ადიდასის. აუცილებლად ყოველთვის არის აი ეს მათი ეს სამი ხაზი და პუმას კიდე პუმას ემბლემით. ასე რომ ესენი არიან აი სპორტული ფეხსაცმლის ინდუსტრიის ფუძემდებლები, რასაც ქვია აი მანუფაქტურები, საიდანაც დაიწყეს და მერე დიდ ქარხნებზე გადავიდნენ ფეხსაცმლის შექმნის. შემდეგი თუ შეიძლება ეს არის გუჩიო გუჩი. არც მეტი, არც ნაკლები. 1921 წელს ჩამოაყალიბა თავისი კომპანია როგორც ჩანთების, სამგზავრო ჩანთების, ხო, ჩემოდნების, ხო, ასეთი ინდუსტრია და მერე რა თქმა უნდა შექმნა ეს მისი
ესეთი კლასიკური ლოფერი, რომელიც დღემდე არის და გუჩიზე როგორ გვიჩუყდება გული, რომ გაიგოს ბუჩს რომ განაგებს გუჩის ქართველი, აი ზოგადად სამაყო ამბავია და დღეს უკვე ქართველი ვერ განაგებს. დალი რაც ეძახი გუჩის წლები ვეძახდი ბუჩს. ვერ დაიმახსოვრა რომ გული არის და არა ბუჩიც არ არის. მოკლედ და აი ესეთი ძვირ ლაქშერი ბრენდი დღემდე და ესეთი ლუქს ბრენდის ესეთი ფეხსაცმლის წარმოების ესეთი დიდი ინდუსტრიას ჩაუყარათ საფუძველი გუჩი. შემდეგი თუ შეიძლება ეს არის როჯერ ვივიე. ეს კიდე ლაქშერი ბრენდის და ნამდვილი ქალური ფეხსაცმლის ესეთი მამას ეძახიან, იმიტომ რომ მან შექმნა ზუსტად აი ეს განსაკუთრებული ხიბლი, რომელიც ჰოლივუდში მოღვაწეობდა როჯერ ვივიე და სპეციალურად აი განსაკუთრებული ფეხსაცმელი თუ გინდა გეცვას და დღემდე როჯერ ვივიეს აი ესეთი ინდუსტრია ფეხსაცმლის უკვე არსებობს და ესეთი ექსკლუზიური ლუქს ბრენდის ესეთი მამა ყავს როჯერ ვივიეს. და როგორი ქუსლიც ყოველთვის რაღაცა განსხვავებას და დიდი ემბლემა კიდე მას თავისი კი. ეს არის სალვადორე ფერაგამო, რომელიც ითვლება აი ესეთი კიდე ლუქს ბრენდის და ნამდვილად, აი რა უყვართ იცით სალვადორე ფერაგამოს და ესეთი ფერაგამოს ეს ფეხსაცმელში, რომ ის თვითონ აი სანტიმეტრში ესეთი ცნობილი ფოტო არის, რომელიც აი თავად აწყობდა ფეხსაცმელს როგორ მოირგებდა, იმიტომ რომ ქუსლიანი ფეხსაცმელი იცით რომ ძალიან რთული სატარებელია, მაგრამ აი ზუსტად სანტიმეტრებში როგორი უნდა ყოფილიყო ის ფორმა, ის ყალიბი, ამას თვითონ თავისი ხელით სანტიმეტრებში აყარებდა და ეს რა თქმა უნდა ეს იყო 30-იანი წლების ჰოლივუდის ყველაზე საყვარელი დიზაინერი, იმიტომ რომ სპეციალურად ეს იყო დიდი პატივი რომ როჯერ ვივიე მოვიდოდა შენთან და სპეციალურად აიღებდა შენი ფეხის ფორმის ყალიბს და შენზე იკერებოდა და მაგრამ დღეს სალვადორე ფერაგამოს დიდი ინდუსტრია აქვს ფეხსაცმელების, როგორც სპორტული, ესეთი ლუქს ბრენდი და აქვს კიდე ისეთი ხაზიც, ხელმისაწვდომი ხაზიც და ასე რომ ფერაგამო არა. და მისი დამახასიათებელი არის. მისი დამახასიათებელი ხელმოწერა რა? კი, და აქვს დღეს მისი ოჯახი განაგებს, რა თქმა უნდა, მისი შთამომავლები ამ ბრენდს. შემდეგ თუ შეიძლება ეს არის ჩარლზ გუდიარი. შეიძლება ბევრმა არ იცით, მაგრამ ეს არის ზუსტად ის ადამიანი, მე-19 საუკუნიდან მოღვაწეობს. ეს არის ამერიკელი მეწარმე, მეწაღე, რომელმაც ესე იგი ხელით დაიწყო, რა თქმა უნდა, მუშაობა, მაგრამ მისმა შვილმა უკვე შექმნა ზუსტად ის ტექნოლოგია, რა მინდა გითხრათ, აი რაც უკვე ჩამოყალიბდა ქარხნები. ანუ რაც დღეს გვაქვს, აი ეს ყალიბები, აი ეს ისინი, რომელიც აი მასიური წარმოება რაც შეეხება, აი ზუსტად აი ჩარლზ გუდიარს სახელთან არის დაკავშირებული აი ეს კომპანია, რომელიც დღემდე არსებობს ამერიკაში და დღემდე ესენი არიან ფუძემდებლები დიდი ის ტექნოლოგიები, აი როგორც უნდა აი ეს ქარხნები როგორც ყალიბდება, ზუსტად აი ამის საფუძველზე არის. და ფასებმა რატომღაც მიიფყრო ჩემი ყურადღება, ქვემოთ წერია ფასები. ხალხო დოლარი და 65 ცენტი. ფეხსაცმელი ქალის 50 ცენტი. 19 საუკუნეში შემოკარგო. და დოლარი და 40 ცენტი. უნდა მიუმატო, 100 ჯერ უნდა გამბრავლო ის ფასები. აი ესეთი ინფლაცია არის. კი ბატონო. დოლარი როგორია ხელნაკეთი მოდელებისთვის. ნამდვილად. მოკეთ აი ზუსტად ეს არიან ეს მამები, რომლის ბრენდებად ჩაუყარეს საფუძველი ფეხსაცმლის ინდუსტრიის განვითარებას. გუჩი ფერაგამო, როგორ? ახლა მინდა მოვიწვიო სტუდიაში ულამაზესი მოდელი, ჩვენი საყვარელი ვანესა გუტიერესი. ვანესა! აი ესენი სალამი მოდი. აი მე ნახე რა სილამაზია. როგორ ახარ ვანესა, როგორ? მადლობა. მაყურებელს მოანატრა თავი ვანესა, შევახსენებ ვანესა. მონაწილეობას იღებ და რაზე დადექი პირდაპირ გოგო. ვაუ რა ლამაზი ხარ. სეკვავი ვარსკვლავებში. უფრო თვალნართელი გახდეს.
დღეს მოკლედ თამით უმეტეს მინდა გითხრათ, რომ ნავნეში არის ფეხსაცმლის და ლუქს ბრენდებისაც, მათ შორის ფეხსაცმლის კოლექციის განახლება და ეხლა მე ნავნეს რა თქმა უნდა ეს პროდუქციასთან ერთად უნდა გაჩვენოთ რას ნიშნავს ფეხსაცმლის შეცვლა და ლუქის აბსოლუტურად განსხვავებული ლუქის გაკეთება. ამ წუთში აცვია ეგრეთ წოდებული ბალეტკები ჩვენთან, გოგოს, რომელიც ძალიან ტრენდულია, გოგოებო, აუცილებლად უნდა გქონდეთ თქვენს გარდერობში წელს ბალეტკები. მანეს რა ლამაზი ხარ. შეიძლება ნაჭერს შევეხო, რა ნაჭერია ეს? ეს ჯინსები, მოდი როგორ გინდა რომ კრემ ჟორჟეტია ჩემო ჯაჯო. მინდა რომ ბალეტკები ძალიან მომეწონება, რომ თლიანად იმასთან შენით. ჩემით. მოდი ერთი არ დაიშალოთ. არა, უნდა გადამიღეთ. ცოტა მაღალი იქნები. დავიდა და ეზა. ნახე. და ჯაჯო დღეს კაბით არის წარმოდგენილი. კაბა არ არის, შარვალია. მოდი ვანესა. გიხდება. მოდი მეჩა, გეხვეწები. ჩააცვენები. მე ჩავაცმევ. აი ესე, თმები ამოიწიე. აი ესე. ვეღარ ცილდები. კარგი ნაჭერია. ჯინსები. ოი ჯაჯო. ჯინსის ტრენჩი, ნახეთ. აი ესეთი ისინი ბალეტკები, როგორი კარგი street style არის, კომფორტული ფეხსაცმელი და სადაც გინდა იქ წახვალ, ხო ესეა ვანესა. მაგრამ იგივე შეგვიძლია ჩავიცვათ აი ესენი კეტებზე, მოდი. უფრო მეტი, ხომ ესენი. და ამაზე ჩავიცვათ. არ გინდა შეკრა ხო? როგორ გაახალისა და როგორ გამოვანახა? ნახეთ ესე კეტებმა. ეს მომეცია ხე შენი პრისეს. ეს ალუბლები ახატია კიდე. ხო, რა საყვარელია. ვაიმე. შენი ზომაა მე მგონი. ნამდვილი გაზაფხული და ზაფხული. დალი. მე აი ამ კურტკაში ვხედავ ჩემ თავს. და აი ეს რა თქმა უნდა აი ეს ქურთუკი კარგია რა გოგო. და აი ეს უკვე კეტება უკვე სხვა ხასიათი მოგცა, ნახეთ. აბსოლუტურად სხვანაირი გახდა, ერთი და იგივე ლუკი გახდა სხვანაირი. ყოჩაღ ვანესა. ლამაზი ქრიალა კაბაც ძალიან მომეწონებოდა. ეხლა შეგვიძლია იგივე აი ეს ჯინსის კომბინეზონი გავხადოთ საღამოს ლუკად. მართლა? ჩემი დრო მოვიდა ჯაჯო, ჯინსის საღამოს კაბა. ჩაიცე ახლა ეს. სად არის? მოდი. ჯინსის კაბა. ჯინსის კაბა არ არის, საუბარია რომ კომბინეზონი ჯინსის, რაც ვანესას ახლა თანთაცვე, ის შესაძლებელია ფეხსაცმელით გახდეს საღამოს. აუი, რა მითხარი, სასწაული. ლამაზი. ეს პაწია რედიკული. კი, რედიკულია, სწორი, მართლა? კი. დაიჭირე ჩანთა. აუ რა და უკვე გახდა საღამოს ლუკი. აი ესე სად შეიძლება წავიდეს? საღამოს შეუძლია წასად შეგიძლია წახვიდეს. ესე პირდაპირ მეგობარისთან ერთად შეხვედრა ყავა უნდა გავლიო და მე უნდა ვიშორა. გიჟდები ვანესას ლაპარაკზე ხარშულად რო ლაპარაკოს. აი შემოიცვი ესეც. ნახეთ. უკვე საღამოს გახდა აი ესეთი ლამაზი ჩვენი გოგო. და ეს ლამაზი, ეს არის ჯეი კრუს ფეხსაცმელი. სო, პაემანზე მიდიხარ. ხმარი ყავს. მე რა, ხმართან პაემანი არ შეიძლება, კაცო. ძალიან ლამაზი ხარ. ძალიან ლამაზი ხარ და ლამაზია. ძალიან ლამაზი ხარას. აი რას ვიძახი, რომ ფეხსაცმელმა აბსოლუტურად შეცვალა მთელი ლუკი და აი ეს ულამაზესი ჯეი კრუს ესეთი მიუელს, როგორ ქვია მიუელს. ოპა, ნახე. ნახე. ყოჩახ. ძალიან კარგი. ეხლა მინდა რომ კიდე გამოიცვალო. ჩამოდი. ხო. და დაგვიბრუნდე ისე. ჩაიცვა ეს, მოიცა და წაიღეს ჩაიცვი. ეს კაბაა? და ჩაიცვი. აი, ვაუ. ახლა მე მანამდე მინდა გადავხედოთ ესეთი აი ფეხსაცმელების კოლექციას, მინდა გაჩვენოთ რომ მართლა საუცხოო არჩევანია, ულამაზესი და ტრენდული ფეხსაცმელები. აი,
ეს ძალიან მიზიდავს. გაზომაა. გაზომას 27. მოდი ხან მოდი ჩაიც. მე აღმოჩნდა შენ საყვარელ ჯინსებზე ძალიან ლამაზი. ოღონდ ისე ძალიან უშტოთ მაცვია ფეხზე ასადგომად. არა, ნახე, ეს არა ქია. აი ეს ლუკი უცებ აი ამ ფეხსაცმელზე. ნახე გახდება ულამაზესია. მე მგონი ესეც უნდა გავიხადო. მე მგონი ეგეც ძალიან მოხდება თეთრი წინდა. აი მე რა ლამაზია. აი ნახე, სულ სხვა განწყობა შეგიქნეს. ჩაიცვე ერთი წუთი რაღაცა მინდა შემოგაცვათ ამ მაგაზე. აი ნანიკოს აქ ძალიან ლამაზი წვივები. სადაინახე ხა დიდი ტახტია ჩვენ შორის. სულ გიყურებ. ნანიკო ადეთი გთხოვ. ძალიან უშ. აი შემოიცი ახლა ეს. ხო, აი ეს ძალიან მესაჭირო. და ნახე სულ სხვანაირი ის გახდა რა ქვია. ამ ფეხსაცმელმა გააკეთა აბსოლუტურად სხვა განწყობა მისა. თავს გზნობ უფრო სექსუალურად, ხო სწორია? არა, მე სექსუალურად სულ გზნობ თავს. მოვიტყუე. შენ გადმოსცემ ახლა ამით, შენ განწყობას აი ამ ფეხსაცმელი. არა, აი მე ახლა რისი სურვილი მაქვს, იცი, აი ეს ვერცხლის ფერები რო ჩაი. რომელი? მე? ორივე? არა და ძალიან ლამაზია. ორეულია, არის ნახეთ როგორი ტყავის აი ესეთი ქვედა ბოლო და აი ესეთი ნახე. ნანიკო ჩაიც გთხოვ, ეს არის ლამაზი, აი ძალიან. ამ ქვედა ბოლოში ქალს ვინც ესე იგი ვანესა შემოვიდა ჩვენი გოგო. ვანესა! ლამაზე! აი ნახეთ რა საყვარელი ყოჩიდები. ძალიან მაგარი გოგო. ვანესა პროფესიონალი მოდელია და შეხედე და ბარისას აქ თავისი სკოლა სხვათა შორის პროფესორი. მართლა? კი, ასწავლის ხო ესეა? დიახ. სამოდელო აკადემია. სამოდელო აკადემია. დალი ჩანთაც. აი ნახეთ ახლა აი ამ კაბას ნახე ეს ჩვეულებრივად შეგიძლიათ ვაიმე რა ლამაზი ხარ გოგო ცოტა აიწიელა სიტყვი ნახე ორი მოდელი მყავს უცებ ნანიკა მიუდექი ვანესა ძალიან მოუხდები ფერებში დედა შეხედე რა სილამაზე ადი ახლა პედესტალზე დაუდექი მას ხარა მოდი ერთად დადექი ვანესა დაგჭირდა მოდი ნახე რა ლამაზები ხარ ეს და წითელი როგორ ორი განსხვავებული მასაჟი არის იდეალური. შენ გაცვია უკვე საღამოს ლუკი, ნახე, თან თითქოს ხო სპორტული, ეს შეგიძლია დღეც ჩაიცა ჯინსებზე და ეს უკვე ქვედაბოლო გაძლევს იმას, რა ქვია. ეს დღეც შეგიძლია ჩაიცვა, ესეთი წახვიდე რესტორანში ლანჩზე, ანისა და მე საღამოს კიდე ნანიკო მე კიდე აი ასე ვაპირებ ახლა სტომატოლოგო ნინო მოვდივარ შენთან ასეთი ჩაცმული და მე რო გაიკეთებ კბილს 1 საათი შემდეგ რესტორანში შალახო შეგიძლია იცეო ძალიან მომწონს ესეთი გადასვლები ჩემს ცხოვრებაში ვანესა ჯობია შენი დღე და მე კვლავ დავუბრუნდე არა ლუკის ძალიან დედა რა ლამაზი ხარ გოგო ულამაზესია და ჩაგვაგდა შოქში ახლა ნახეთ რა მინდა გავაკეთო ეს ლუკი ხომ არის აი ასეთი ულამაზესი და დღეც ხო შეგიძლია რომ ჩაიცვა აი ნახეთ როგორ ხდება წითელი და ვარდისფერი ერთმანეთს აი ტრენჩები ძალიან კარგი არჩევანია და ფერების მიხედვით შეგიძლიათ ნახეთ როგორი ლამაზი ლუკია დღე აი ვარდისფერსაც ხედავ ფეხზე კი ეს შეგიძლია ვარდისფერის ჩაიცვა მაგრამ შავზეც ძალიან მოწონს მე ვარდისფერი და შავის კომბინაცია ძალიან ლამაზი ტრენჩი ეს არის დღეც შეგიძლიათ წახვიდეთ ეს როგორც ესეთი street style მოდი ახლა გაიხადე ესა ძალიან ლამაზი უნდა მოვიცვათ ეს შარვალი და ჩავიცვათ ეს ფეხსაცმელი და უცებ ერთი ყველაფერს ერთად ცვლით აი ასე რა კარგი ნანიკო გაიხადე ახლა ეს ფეხსაცმელები ჩაიცვი მეადა პიჩაკი მე მაგ და ჩვენ გვინდა ხამბარი თავზე აი ესეთი და შენი ზომა ნახე როგორ აქ რა უკნა შეფუთა ვერცხლის მე მგონი ჯაჯოს უფრო უხდება ვიდრე ნახეთ ნახე შარვალი ახლა მოვცადეთ გავიკეთეთ აბა გადაიწი ერთი წუთი უცებ გახდება ფეხსაცმელმა აქსესუარმა კამარმა უცებ შეგახადა ფლიანად სხვანაირი და სხვა განწყობის ლუკი ესეც რა ლამაზია
აბა მიდი. ჯიბებში ხელი ჩაიწყო. აი. ეს გვინდოდა ჩვენ. ნახეთ რა ლამაზი არის. აი ფეხსაცმელმა, რა თქმა უნდა, აქ შარვალის დავამატე, მაგრამ მარტო ფეხსაცმელის რო გამოეთ, უკვე არის საღამოს ლუკი. ნუ უფრო დიდი იმეებით, რა ქვია. აქ შეიძლება ესეთი პატარა ჩანთა, რა თქმა უნდა, შავი. всё, დასრულებული ლუკია. აჰა. აი ფეხსაცმელი მინდა აჩვენოთ, ნახეთ ულამაზესი. აი მესა რა ქვია, კამერა მაჩვენოს ზალამაზი ფეხსაცმელი, შეხედეთ. ულამაზესია. თან როგორი პერიოდი მოდის ახლა. თან აი ეს წინ ესეთი ლამაზი ყვავილით კიდე ფეხსაცმელი ხდება კიდე უფრო მოხდენილი და ძალიან ქალური. ძალიან ლამაზი ხარ ვანესა. მადლობა თქვენ. მოკლედ, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ არის ძალიან მაგარი კოლექცია ფეხსაცმელის ტყაბის. ნახეთ სტივ მენდესის, ნახეთ ულამაზესი ფეხსაცმელი, ნახე როგორი ეს სფერებია, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეს. ეს ნახეთ, ესეთი ეს ფერი არის ძალიან ტრენდული, ესეთი რაღაცნაირი რუხი, ულამაზესი. შემდეგ, არ ვიცი, ყველა ბალეტკების, აი ენ რაოდენობა, ნახეთ ესეც რა ლამაზებია. აი ნახეთ როგორი ქოშებია. ვერცხლისფერი, აი ძალიან მაგარი. აი ესენი შეიკრება. ეს რა? აუ ეს ეს არის ქოშები ესეთი. მინდა. ხო არ გავიგე. სხვათა შორის არის შენი ზომები, მაგრამ ეს მე მგონი, მოდი აჩვენე, მოდი. იმიტომ რომ მე ვიცი რომ ეს რო იყოს ჩემი, იმიტომ კი არა ვთქვა ვიზუალურად მომწონს. მე ვარ კომფორტის მოყვარული ხალი. კომფორტი, თან სილამაზე, ეს სხვათა შორის პირველი გუჩი შემოიტანა და მე რა თქმა უნდა აიტაცე სხვა ბრენდებას, ნახეთ როგორი კომფორტო შიგნით ფეხი. ვაიმე, მანი გიხდება. ზალამაზია. შედეკიზებით, ვაი. მოდი ვანესა დაჯექი ჩვენთან. და ჯინსაც აი ისე უხდება. აჩვენეთ რა ეს ფეხსაცმელი უბრალოდ როგორი კომფორტულია. კამერამ ესა რა ქვია. დაუჯერებლად გემრიელი ფეხსაცმელია. შეხედეთ. ეს ქუჩაში უნდა ჩაიცვას? ხო, ქუჩის არის. ვანესა, მიიღე ჩემთან კიდევ კომპლიმენტი. ასე გიჩემია. მოიკურები? წამოდი ახლა შენი ქოშებით. მოკეთ, როგორც მე კოსმოსიდან ჩამოვედი. დალი, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი არჩევანია, ძალიან დიდი არჩევანია ფეხსაცმელების, ასე რომ იჩქარეთ, ზომები რა თქმა უნდა ყოველთვის შეზღუდულია. ხოთა შორის ეს ზომები იყო, ისა რომ ვნახე შენ რაც გაცვია ხა, ნანიკო. და საერთოდ კიდე მინდა რომ ისა რა ქვია გითხრათ, რომ ერთი და არ უნდა იყიდო ბევრი სამოსი ფეხსაცმელი. მე მიყვარს რატომაც დამცინია ხოლმე რა ფეხსაცმელებზე მაგართო, იმიტომ რომ ფეხსაცმელები ცლის ყველაფერს, ყველანაირ განწყობას და თუ გინდა რომ სეზონზე ნახე, შენი ლუკები ძველი გახადო ახალი, 1-2 ახალი ფეხსაცმელი გახდის აბსოლუტურად თქვენ ლუკებს ახალს და ახალი ლუკით შეგიძლიათ წარსდგეთ. ვანესა, ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავი და გაგვილამაზე ჩვენი დღე. და წარმატებებს გისურვებ შენ საქმიანობაში და რა ვიცი და ვეუბნები რომ უნდა გამრავლდე მეთქი, იმიტომ რომ ისეთი გოგო ხარ, რომ ბევრი შვილი უნდა ყავდეს. რა თქმა უნდა. ვანესა სხვათა შორის ძალიან შეაყვარა ჩვენ ქვეყნის ყველა მაცხოვრებლას თავი და ცეკვავე ვარსკვლავებში კი და როგორ გულშემატკივრობდით და მადლობა ამისთვის რომ გაგვილამაზე ისე ორშაბათები მოკლედ არ დამავიცდება. ვანესა, რა მაინტერესებს, იცი, ბებერი მოდელები არსებობენ? არსებობენ, რა თქმა უნდა, მინდლიანი სიხოვრევა. ასწავლი ჯაჯოს? მე იაროს ჩემს აკადემიაში და მასწავლი, ხო? დიახ, თავდაჯერებული უნდა იყოს. თავდაჯერებული ისეთი ვარ. მე ვარ 2 მეტრიანი ვარ და ნუ სასწაული. 2 მეტრიანი ცისფერთვალება ქერა არის ჯაჯო. მოკლედ დიდი მადლობა შენ, დიდი მადლობა დალი, იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე რო გონია რომ რაღაცები იცი და ეხა ფეხსაცმელზე რა უნდა გაიგო ახალი. ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულება. დიდი მადლობა ყველა იმ ისტორიისთვის, რომელსაც ეს რუდუნებით აკეთებ ჩვენთვის და გვასწავლი მოდის ისტორიას. მინდა რომ რაღაცნაირად იცი რა არის, მინდა რომ ეს მოდა არ არის სასაცილო
და ზოგს რაღაცა რა დროს მოდა იძახია, მაგრამ მოდა არის ხალხთა დიდი ინდუსტრია, რომელიც ბევრი ხალხია დასაქმებული და ძალიან ბევრი ხალხი ამითის ცხოვრობს. და მისი ქართველები ძალიან აქტიურად ისინი ყველას აქვს უფლება. უკვე დიდ კომპანიებს აბსოლუტურად ესე მართავენ. არ ნახობენ უკვე მოდის მოდას. დღევანდელ გადაცემას დავამთავრებდი, დავასრულებდი შემდეგი სიტყვებით. კოკო შანელ, მოდაშია ის, რაც თქვენ გიხდებათ. ნახვამდის ჩვენ ხვალამდე გემშვიდობთ. ხვალამდე. ახლამდის. როგორი გადაცემის დასასრულს